მოგესალმებით კოლეგებო, მოგესალმებით საზოგადოებას, ვიდრე სამუშაო რეჟიმზე გადავალთ, მინდა სამ საკითხზე გავამახვილო თქვენი ყურადღება, საზოგადოების ყურადღება. პირველ რიგში მინდა დავანონსო ახალი მეგაპროექტი, ჩვენ წინა სამთავრობოს ხდომაზე ქონდა საუბარი თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობაზე და დღესაც გვინდა მნიშვნელოვანი სიახლე გაგაცნოთ, რომელიც ამ შემთხვევაში სპორტს უკავშირდება. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი სპორტსმენების წარმატებით. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ჩვენ გვაქვს სპორტის ყველა ძირითად გუნდურ სახეობაში უდიდესი წარმატებები 30 წლის თავზე და მოგიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენმა ნაკრებებმა მოახერხეს პირველად ისტორიაში მნიშვნელოვანესი წარმატების მიღწევა. ფეხბურთელები პირველად გავიდნენ, როგორც მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატზე, ჩვენმა რაგბისტებმა პირველად შეძლეს 6 ერის გუნდების დამარცხება. კალათბურთელები პირველად გავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც 16 მსოფლიოს საუკეთესო გუნდ შორის დაიკავეს ადგილი. წყალბურთელები გადიან ევროპის ჩემპიონატებზე, გავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე, ევროპის 8 საუკეთესო გუნდ შორის მოხვდნენ, ზედიზედ ორჯერ. ჩვენი ხელბურთელები გავიდნენ პირველად ევროპის ჩემპიონატზე, სადაც პირველი ისტორიული გამარჯვებაც მოიპოვეს და ინდივიდუალურ სახეობებშიც გვაქვს უდიდესი პროგრესი. მედლების რაოდენობა არის გაორმაგებული, გასამაგებული ბოლო წლების განმავლობაში, რაც არის რა თქმა უნდა თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი. ასეთი წარმატებები ჩვენ არ ქონდა იმ ცნობილი 9 წლის განმავლობაში, როდესაც ხელისუფლების სათავეში იყო ჩვენი დღევანდელი ოპოზიცია. 90-იან წლებთან შედარებითაც კი მაშინ სპორტი იყო უფრო წარუმატებელი, რასაც ჰქონდა თავისი კონკრეტული მიზეზები. მინდა გაგახსენოთ კონკრეტული მოვლენები, რასაც მაშინ ჰქონდა ადგილი, მაგალითად, ყველას გახსოვთ, როგორ მოხდა ფედერაციის, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევა და იმავე დღეს როგორ გააკეთებინეს იმ დღეს არჩეულ პრეზიდენტს განცხადება გადადგომაზე. არაფერს არ ერიდებოდნენ, ასეთი უხეში ჩარევა ხდებოდა ფეხბურთში, სპორტში ზოგადად. ასევე მინდა შეგახსენოთ, რა მოხდა თბილისის დინამოს გარშემო. რუსეთიდან ჩამოიყვანეს კონკრეტული ბიზნესმენი, რომელსაც მაინც ამის დიდი წარმოდგენა არ ქონდა ფეხბურთზე. მას ჩააბარეს ჩვენი ეროვნული სიამაყე, თბილისის დინამო, ჩვენი ისტორიული კლუბი და კლუბი პრაქტიკულად განადგურების პირამდე მიიყვანეს. ნულოვანი წარმატება ჰქონდა მთელი ის წლები ჩვენ ევროტურნირებზე. ასევე დღეს რო შევხედოთ საქართველოს ჩემპიონატზე თბილისის დინამოს 10 თამაში აქვს 12 ქულა და მე-5 ადგილზე. ამ მდგომარეობამდე მიიყვანა წინა ხელისუფლების პოლიტიკამ ჩვენი საამაყო სპორტული კლუბი. ცოტა ხნის წინ ამ ადამიანებს, ეს დღეს არის თბილისის დინამოს ხელმძღვანელობაში, უნდოდათ ჩვენი ისტორიული დინამოს ბაზის ტერიტორიაზე კორპუსების შენებლობა. ეს არის დამოკიდებულება, რაც არის ზუსტად იმ პოლიტიკის გამოვლენა, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას. რა თქმა უნდა, ამას არ დაუშვებთ, მაგრამ თვითონ დამოკიდებულება ამ ყველაფრიდან ჩანს. ეს ადამიანები თბილისის დინამოს სახელით, სპორტული კლუბი თბილისის ისტორიული კლუბის სახელით, თბილისის დინამოს სახელით ავრცელებენ პოლიტიკურ განცხადებებს. რამდენიმე დღის წინაც თბილისის დინამოს სახელით, რაშუაშია თბილისის დინამო გაავრცელეს პოლიტიკური განცხადება და გააპროტესტეს გამჭვირვალობის შესახებ კანონის ორი კლუბის სახელით, როგორც ფეხბურთში ერქვა, ის ერქვა, როგორც ჩანს პოლიტიკაში თბილისის დინამოს მფლობელი. ეს არის ყველაფერი კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმ პოლიტიკის გამოვლენა, რომელიც ჰქონდა წინა ხელისუფლებას და რომელმაც მიიყვანა ჩვენი სპორტი, ფეხბურთი, სპორტი ზოგადად წარუმატებლობამდე და ჩვენ დაგვჭირდა წლები იმისათვის, რომ მაშინ სპორტისთვის მიყენებული ზიანი გამოგვესწორებინა და მისულიყავით იმ უნიკალურ წარმატებამდე, რომელიც ჩვენ სპორტს აქვს ყველა სახეობაში დღევანდელ დღეს. ასევე მინდა გავიხსენო კონკრეტული ფეხბურთელების მონაყოლი, ერთ-ერთი ფეხბურთელის მონაყოლი, რომელმაც პირადად მემითხრა, რომ პოლიტიკური მიზეზების გამო უარი უთხრეს ნაკრებში გამოძახებაზე ერთ-ერთ უცხოელ მწვრთნელს, მაშინ ნაკრების მწვრთნელი იყო უცხოელი და მას აიძულებდნენ, რომ არ გამოეძახებინა კონკრეტული ფეხბურთელი თან ერთ-ერთ ტოპ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელი არ გამოეძახებინა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებში. პოლიტიკური მიზეზები ჰქონდა ამ ყველაფერს. ძალიან ხშირად ასევე ფეხბურთელის კონკრეტულის მონაყოლი ნაკრების ფეხბურთელებს უწევდა წარმოედგინეთ თბილისში ჩამოფრენა თამაშებზე საკუთარი ხარჯით. ზოგჯერ პირდებოდნენ პოსტფაქტუმ ამ ხარჯების ანაზღაურებას და იყო შემთხვევები, როდესაც პოსტფაქტუმაც არ უნაზღაურებდნენ ხარჯებს. ნაკრების ფეხბურთელები ჩამოდიოდნენ საკუთარი ხარჯებით
თამაშებს. ეს რაღაცები ხდებოდა. ასეთ პირობებში როგორ შეიძლება რაიმე წარმატებას მიაღწიოს სპორტმა. ხო, ეს ყველაფერი აღიკვეთა და კიდევ ერთხელ გამიმერებ, რომ დღეს გვაქვს ჩვენ თანმიმდევრული პოლიტიკა, რასაც მოაქვს ბუნებრივია თავისი შედეგები. ასევე შეგახსენებთ, რომ დაანგრიეს ბათუმის სტადიონი. ქალაქი, რომელსაც აქვს ასეთი სპორტული ტრადიციები, საფეხბურთო ტრადიციები, წლების განმავლობაში დატოვეს საერთოდ სტადიონის გარეშე. და რომ არა ჩვენ დროს დაინიცირებული და განხორციელებული უნიშნულოვანი პროექტი, დღეს ბათუმს დღესაც არ იქნებოდა სტადიონი. ეს ხო მათი დამოკიდებულება სპორტის მიმართ, რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულება ფუნდამენტურად შეიცვალა და ასევე კიდევ ერთი სრულიად აღმაშფოთებელი მოვლენა მაშინ ადგენდა გაყიდეს ნორჩი დინამოელის უნიკალური ბაზა დიდუბეში, სადაც რომელიც იყო არა მარტო ბაზა, ეს იყო უნიკალური კომპლექსი თავისი უნიკალური ისტორიით, სადაც გაიზარდა დინამოელების ყველა თაობა და ეს ტერიტორია უბრალოდ აიღეს და გაყიდეს, თან მოატყუეს ერთ-ერთი უცხოელი ინვესტორი, სამშენებლოდ გაყიდეს და არ უთხრეს, რომ ქვემოთ გადიოდა მეტრო. შესაბამისად, თან დაანგრიეს უნიკალური ბაზა და თან უცხოელი ინვესტორს ისე მიცეს ეს ტერიტორია, რომ იქ მშენებლობა არის შეუძლებელი. ეს ხო დამოკიდებულება. უბრალოდ არ უნდა გიყვარდეს არც ქვეყანა, არც ქალაქი, არაფერი არ უნდა გიყვარდეს. ეს არის დამოკიდებულება, ასეთი რაღაც რო გააკეთო, როგორ შეიძლება ნორჩი დინამოელის უნიკალური ბაზა, რომელიც 1959 წელს აშენდა და კიდევ ერთხელ გამიმერებ, თაობები გაზარდა, უბრალოდ აიღეს და გაასხვისეს, კორუფცია და 1000 მიზეზი, აღარ მინდა ეს ყველაფერი ჩამოთვალა. რა თქმა უნდა, ჩვენი დამოკიდებულება არის რადიკალურად განსხვავებული, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ სპორტზე, უნდა გავიმოგზოთ ზრუნვა სპორტზე, ფეხბურთზე კონკრეტულად. და გვინდა დავანონსოთ მნიშვნელოვანი მეგაპროექტი, რომელიც სწორედ სპორტს უკავშირდება და კონკრეტულად ფეხბურთს და რაგბის. გვინდა ავაშენოთ ახალი სტადიონი თბილისში, რომელიც არსებითად ამ ორ სპორტის სახეობას მოემსახურება, გათვლილი იქნება 70,000 მაყურებელზე, იქნება უმაღლესი თანამედროვე სტანდარტების სტადიონი, რომელიც მოგცემს იმის საშუალებას, რომ უმასპინძლოთ უმაღლესი რანგის მატჩებს ჩვენს ქალაქში, ჩვენს დედაქალაქში, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩათვლით. ეს იქნება ბრიტანული სტილის სტადიონი, მოგეხსენებათ, ბრიტანული სტილის სტადიონებს არ აქვს სარბენი ბილიკები, ასეთ დროს მაქსიმალურად ემოციურია კავშირი გულშემატკივარსა და გუნდს შორის, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გუნდის წარმატებაზეც კიდევ უფრო მეტად აისახება. კიდევ ერთხელ გამიმერებ, ის იქნება უმაღლესი სტანდარტის სტადიონი. სავარაუდო ლოკაცია იქნება ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია და კომპლექსურად შეიძლება განვითარდეს ეს ტერიტორია ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ახალი აეროპორტის მშენებლობაც წაადგება მთლიანად სტადიონის სწორად დატვირთვას. და აქვე მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე უკვე ახალ დაშენებულ სტადიონზე. მე ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საჩუქარი ქართული ფეხბურთისთვის და ქართული გულშემატკივრისთვის. თბილისს ექნება, ჩვენს დედაქალაქს ექნება უნიკალური სტადიონი 70,000 გულშემატკივარზე გათვლილი და რა თქმა უნდა, სათანადოდ განხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. საჭირო იქნება ბუნებრივია აქტიური მუშაობა, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იქნება, რა თქმა უნდა, აქტიურად დაკავებული ამ პროექტით, რა თქმა უნდა, ფინანსის სამინისტროს უნდა ვთხოვოთ ამ პროექტის სათანადოდ უზრუნველყოფა. მოკლედ უახლოეს მომავალში ჩვენს ქალაქს უნდა კონდეს ახალი უნიკალური სტადიონი. მეორე საკითხი ეს არის მესტიის აეროპორტი. ჩვენ წინა სამთავრობოს ხმობაზე გქონდა საუბარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტზე, ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია შიდა აეროპორტების განვითარება, რეგიონული მიმოსვლის განვითარება, იზრდება ქვეყანაში ტურისტული ნაკადები, გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა, პირველი კვარტალიც მიმდინარე წელს იყო ძალიან კარგი, რომ შევადაროთ ამ წლის პირველი კვარტალი, წინა წლის პირველ კვარტალში ჩვენ გვქონდა 11%-იანი ზრდა ვიზიტორების რაოდენობის კუთხით, უმასპინძლეთ 1,300,000-ზე მეტ ვიზიტორს, საიდანაც 1 მილიონი იყო ტურისტი კონკრეტულად. შესაბამისად გვჭირდება განავითაროთ ინფრასტრუქტურა იმისათვის, რომ მაქსიმალური პირობები შეუქმნათ ტურისტებს საქართველოში. ასევე რა თქმა უნდა, შიდა აეროპორტების განვითარება მნიშვნელოვანია შიდა მობილობის მხარდაჭერისთვისაც, მათ შორის რეგიონიდან სხვა რეგიონებში, ქალაქებში გადაადგილების ხელშესაწყობად. ამისათვის აშენდება ახალი ტერმინალი მესტიის
აეროპორტში უკვე შეერჩა კონკრეტული კომპანია Green Studio, რომელმაც წარმოადგინა საუკეთესო პროექტი, აშენდება ახალი ტერმინალი თანამედროვე სტანდარტების. მოგეხსენებათ ყველას, რომ სვანეთი მესტია არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული რეგიონი, შესაბამისად ახალი ტერმინალი ხელს შეუწყობს ტურისტების რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდას სვანეთში, კონკრეტულად მესტიაში და შეუწყობს, რა თქმა უნდა, ხელს მთლიანად რეგიონის განვითარებას, ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის დონის ამაღლებას. ტერმინალში გათვალისწინებული იქნება კვების სავაჭრო სივრცეები, ყველა შესაბამისი სერვისი. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ განვავითაროთ ჩვენი ტურისტული პოტენციალი და მადლობა ეკონომიკის სამინისტროს, რომელმაც სათანადოდ დაამუშავა ეს პროექტი და შესაბამისად, სწორედ სამინისტრო შარტულობით იქნება უზრუნველყოფილი ახალი ტერმინალის მშენებლობა მესტიის აეროპორტში. და მესამე საკითხი უკავშირდება ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტ, ჩვენ ერთ-ერთ სამთავრობო სხდომაზე გქონდა საუბარი ამ თემაზე, მაშინ მომზადებული იყო პროექტი. ეს პროექტი განხილული იქნა, შედგა შესაბამისი საჯარო განხილვები, საკმაოდ ფართო ჩართულობით, აქ იყვნენ პარლამენტის წარმომადგენლები, შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებების წარმომადგენლები, ჩართული იყვნენ ასევე დარგის ექსპერტები, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები, მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები, სკოლების დირექტორები, მათ შორის კერძო სკოლების დირექტორებიც, ასევე სტუდენტები. და ამ განხილვების, საჯარო განხილვების საფუძველზე შედგა უკვე საბოლოო სახით დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება შემდეგ ღირებულებებსა და პრინციპებს. ეს არის პატრიოტიზმი და ეროვნული სულისკვეთება, ეს არის სახელმწიფოებრივი აზროვნება, ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემა, სახელმწიფო ენა, ისტორია და კულტურა, ეთნიკური მრავალფეროვნება და კულტურული მემკვიდრეობა, თავისუფალი დემოკრატიული და მშვიდობიანი საზოგადოება, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს მშენებლობა, მდგრადი განვითარება და საზოგადოების კეთილდღეობა, ჩართულობა, ტოლერანტობა და სამართლიანობა, მაღალი სამოქალაქო ცნობიერება, ზოგად საკაცობრიო ზნეობრივი მორალური და ეთიკური პრინციპები, უფლებები, ვალდებულებები და სოციალური პასუხისმგებლობა, გარემოს დაცვითი ცნობიერება, ჯანსაღი ცხოვრების სტრესი და ფიზიკური, ესთეტიკური, სოციოემოციური განვითარება, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება, აკადემიური ცოდნა და ძგნიერება, კომუნიკაციის მაღალი კულტურა და ციფრული მოქალაქეობა, შემოქმედებითობა და სიახლეთა მიღებულობა. ამ დოკუმენტის საფუძველზე გაუმჯობესდება სასწავლო პროგრამები, გაუმჯობესდება საქართველოს რესურსები, ზოგადად სასკოლო გარემო, რაც უზრუნველყოფს სკოლისთვის დასახული მიზნების მიღწევას. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ 2004 წელს შედგა წინა დოკუმენტი, 20 წელია ეს დოკუმენტი არ შეცვლა. შესაბამისად, აუცილებელი იყო დოკუმენტის არსებითი გადასინჯვა და დიდი მადლობა განათლების სამინისტროს იმისათვის, რომ უზრუნველყოს შესაბამისი დოკუმენტის პროექტის მომზადება, საჯარო განხილვები, რის საფუძველზეც მომზადდა მაღალი ხარისხის დოკუმენტი. ჩვენ ხედავთ ზოგადად, რომ გვაქვს გამოწვევები განათლების კუთხით, არის მათ შორის გლობალური ტენდენციები, საკმაოდ სარისკო ნეგატიური ტენდენციები და ამ ტენდენციების დამკვიდრება არ გვინდა ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე იმისათვის, რომ მოსავლე ქვეყანაში აღიზარდოს სათანადო ღირებულებებზე, იმ ღირებულებებზე, რომლებიც ჩვენ მოგსგავს საუკუნეების მანძილზე, მნიშვნელოვანია, რომ სათანადო პრინციპებს დაეფუძნოს ზოგადი განათლება ჩვენს ქვეყანაში. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გაუმჯობესდება ჩვენი ახალგაზრდების განათლების ხარისხი, ღირებულებების გააზრება. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა, რითაც დაკავებული იქნება ბუნებრივი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ეს არის სამი საკითხი, რასაც მინდოდა ყურადღების გამახვილება, ახლა შეგვიძლია გადავიდეთ სამუშაო რეჟიმზე. მადლობა.